თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. რა ხდება ახლა ირანში და რა გაგრძელება შეიძლება გქონდეს ამას? ირანში გრძელდება დეკემბრის ბოლოს დაწყებული გამოსვლები, რომლის ტრიგერად ეკონომიკური პრობლემები იქცა. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ეს იყო ფასების ზრდა და ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. საპროტესტო გამოსვლები თეირანის ბაზრის წვრილმა და საშუალო ბიზნესმა დაიწყო და ის მალევე გადაედო პატარა ქალაქების მოსახლეობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეთი ქალაქზე ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი. ირანში სწრაფი ტემპით იცვლება მოვლენები. ეკონომიკური მოთხოვნებიც მალევე გადაიზარდა ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ მოთხოვნებში. ირანში არ არსებობს ერთიანი ან ორგანიზებული ოპოზიცია. ამის მიუხედავად, ნათლად გამოიკვეთა, რომ პროტესტანტების უმრავლესობა შაჰის მმართველობის აღდგენას უჭერს მხარს. ახლანდელ პროტესტს წინა გამოსვლებისაგან განსხვავებით მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორიც გააჩნია. თუ ადრე გარედან ჩარევა ფაქტიურად გამორიცხული იყო, ამაში ახლა დიდ დროს ასრულებს ისეთი პრეცედენტები, როგორებიცაა 2025 წლის ივნისში მომხდარი ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი და სულ ახლახანს მადუროს დაკავების ოპერაცია. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ მასიური ძალადობის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ძალით ჩაერევა მოვლენებში. საქმე რომ სახუმაროდ არ არის და ამას რასაც ამბობს შეიძლება გააკეთოს კიდეც, ბოლო მოვლენა ცხადყო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ისრაელი დარჩება გვერდით, თუმცა ამ ეტაპზე ისრაელს სხვა ამოცანებიც აქვს, მაგალითად, ლიბანში მოქმედი პროირანული ჰეზბოლას განადგურების საქმის ბოლომდე მიყვანაშია გადართული, სადაც დაბომბვებს ახლაც ახორციელებს. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ეს გარედან შესაძლო ჩარევის საფრთხე აიძულებდეს ირანის ხელისუფლებას შედარებით უფრო ლმობიერი იყოს და დემონსტრანტების მიმართ წინა წლების გამოსვლებისაგან გაცილებით მკაცრი იყო ხელისუფლების რეაგირება და მსხვერპლის გაცილებით დიდი იყო. რა შეიძლება მოხდეს? ვერავინ იტყვის, ზუსტად რა შეიძლება მოხდეს, რადგანაც გამოსვლები სპონტანურია და არ იმართება ერთი ცენტრიდან. თეორიულად ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც გარე აქტორების, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ქმედებებზე, ისე თავად ირანელებზე, კერძოდ იმაზე თუ როგორ გააგრძელებენ ისინი მოქმედებას. მაგალითად, თუ იქნება საყოველთაო გაფიცვა ან გაფიცვები, ამას შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს ხელისუფლება. ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეკონომიკური სირთულეები, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, მოკლედ დროში ვერ აღმოიფხვრება. ხელისუფლების დაპირება, რომ თითო მოქალაქეს 7 ამერიკული დოლარის შესაბამის თანხას გადასცემს, დიდი ვერაფერი გამოსავალია. არადა მეტის დარიგების საშუალება მართლაც არ არსებობს. ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა უმძიმესი სანქციების ქვეშ ცხოვრობს და მცირედი სავალუტო შემოსავლებით, რომელიც მას გააჩნდა, ძირითადად უცხოეთში ირანის გავლენის ზრდისთვის, ასადის რეჟიმი, ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები და ასე შემდეგ იხარჯებოდა და ისიც, რომ უშედეგო აღმოჩნდა, ხედავთ. ამიტომ პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და მას თავისი გაგრძელება აუცილებლად ექნება. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.